Brawl Stars-ი კვდება. ბოლოს 3 წლის განმავლობაში Brawl Stars-მა ძალიან დიდი აპდეიტები განახორციელა თავიანთ თამაშში. ეს აპდეიტები ზუსტად შეეხება Brawl Stars-ის თვეში მოთამაშე პლეიერებს. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? თვეში Brawl Stars-ის პლეიერებმა ძალიან დაიკლო. თუ 2023 წელს ერთ თვეში საშუალო მოთამაშეების რაოდენობა იყო 11 მილიონი ან 7.4 მილიონი, დღევანდელ 2025 წლის ივლისში მათი რაოდენობა შემცირდა 4.4 მილიონი. თამაშობს თვეში 3 მილიონი ადამიანი, რაც Brawl Stars-ისთვის საკმაოდ დაღმასვლა არის. რამ გამოიწვია ეს მიზეზები? პირველი მიზეზი ის იყო, რომ მასტერები ამუშალეს და დაამატეს რაღაცა რეკორდები, რომელიც ძალიან უაზრო არის, რადგან რამე რთულს რო შეასრულებ მარტო rare star drop-ებს გაძლევენ და რაღაცა დებილობა coin-ებს და PowerPoint-ებს, რომლებიც არ არის მიზანშეწონილი რო აიღო. Trophy Road-ის rework-ი, კი ბატონო, კარგი აპდეიტი არის და ძალიან ბევრი რესურსი იძლევა, მაგრამ თუ Trophy Road-ი შეცვალეს, მასტერები ყველა ვარიანტში უნდა დაეტოვებინათ, იმიტომ რომ მასტერებიდანაც უნდა შეგვიძლებოდა რესურსების აღება. ვინც Trophy Road-დან ახლა 100.000-ზე ავიდა, მას უკვე ყველა რესურსი აღებული აქვს, მეორეჯერ ვეღარ აიღებს და ამიტომ მისთვის უკვე ძალიან რთულია, რომ მასტერების რესურსები აიღოს და თამაში გაძლიერდეს. როგორც მე 91.000-ზე ვარ და უკვე მეზარება აქაჩვა ყველაფრისგან მიუხედავად, მაგით აღარიდება ვიდეოები მეგობრებო, ერთი თვე დამჭირდება სადღაც რომ კომპიუტერი ვიყიდო და უკვე შემოგთავაზებთ კომპიუტერის ვიდეოებს, უფრო მიმართულება მექნება საშიში თამაშებისკენ, რომ უფრო სახალისო იყოს, შევეცდები რომ ვებკამითაც გადავიღო, რომ უფრო ჩემი ემოციები წესიერად დაგანახოთ და ერთი თვე, რა თქმა უნდა, ვიდეოს გარეშე არ დაგტოვებთ, რაღაც ვიდეოები ჩავწერ, შეიძლება რაღაცა რანკედის ვიდეოები ჩავრთო, შეიძლება ისევ საინფორმაციო ვიდეოები გადავიღო, მაგრამ ამ ერთი თვის განმავლობაში ვიდეოების გარეშე ნახდად არ დაგტოვებთ. რაღაცას გადავიღებ ყველა ვარიანტში. და უკვე ერთი თვის მერე კომპიუტერიდან დაიწყება ვიდეოები და უფრო სახალისო იქნება, იმიტომ რომ ტელეფონშიც მოსაბეზრებელი არის მარტო Brawl Stars-ის თამაში და რაღაც ესეთი თამაშის მოძებნა ტელეფონში, რომელიც სახალისო იქნება YouTube-ზე, ძალიან ძნელია და მეც დავიღალე უკვე მაგის მოძებნით, იმიტომ რომ ეს ორი კვირა ვიდეო არ დამიდია, გეცოდინებათ და მაგას ვეძებდი ზუსტად რამე ესეთი თამაში, რომელიც სახალისო იქნებოდა, გასართობი და თქვენ გაერთობოდით და ანუ ხიარულად უყურებდით, მაგრამ შეუძლებელია ტელეფონში მაგნაირ თამაშის პოვნა. ამიტომ ბევრი ლაყობის გარეშე ერთი თვის შემდეგ ან თვენახევრის შემდეგ უფრო უკვე მექნება წესიერი კომპიუტერი. რა თქმა უნდა, კომპიუტერის unboxing-საც გავაკეთებ, მოვითვენ იქამდე რომ unboxing-ი გადავიღო და არ დაგასპოილერეთ რა კომპიუტერს ვიყიდი, ну ჩემი პროფესიისთვის რა თქმა უნდა კარგი კომპიუტერი იქნება და ასევე შემოგთავაზეთ თვენახევრის შემდეგ უკვე კომპიუტერიდან ვიდეოებს და უფრო სახალისო იქნება. მივაწვევი უფრო საშიშ თამაშებს და ასეთ მგვარ თამაშებს. შეიძლება მე Minecraft-იც გადავიღო და რაღაცა მეგობრებთან ერთადაც ვითამაშო. მართალია მეგობრები არ მყავს, მაგრამ არა უშავს. კარგი, მოდი გავაგრძელოთ ისევ Brawl Stars-ზე. ესე იგი, როგორც ვახსენე, Brawl Stars-ი კვდება. ეს გამოიწვია იმან, რომ მასტერები ჩაანაცვლა რეკორდებმა, Trophy Road-ი დაარევორქეს და მოთამაშეებს რესურსების აღება უკვე ძალიან უჭირთ. იმიტომ რომ როგორც თქვი, რეკორდებიდან მარტო შეგიძლია რაღაცა rare star drop-ების აღება, რომელიც მაქსიმუმ მოგცემს თუ ბედი გაქვს, რა თქმა უნდა, coin-ებში, მაქსიმუმ მოგცემს 50-დან 100 coin-ამდე. ან კიდე თუ ძალიან გაგივარდეს, თუ random star drop-ები აიღე, თუ ძალიან გაგივარდება, ლეგენდარიდან დააგდო რაღაცა კრედიტები, ან კიდე მაქსიმუმ 1000 coin-ი. და ეგ საკმარისი არ არის ერთი ბრაულერისთვის, რადგან ერთ ბრაულერს საშუალოდ ჭირდება 11400 coin-ი რო გამაქსო, მე-11 power-ამდე და მე კიდე hypercharge-ით უკვე 16400 coin ჭირდება რომ გაიმაქსოს. ამიტომ Brawl Stars-ის პლეიერებს მობეზრდათ ეს და თუ სტატისტიკები არ იცით, უკვე Clash Royale-მა აღმასვლა გააკეთა. Clash Royale-ის მოთამაშეები და Clash Royale-ის საშუალო მოთამაშეები თვეში თუ იყო წინა თვეს მაგალითად 3 მილიონი, აი ამ დღევანდელ თვეს ივლისში უკვე ძალიან დიდი რაოდენობით გაიზარდა, არის 14.5 მილიონი და რავი, Clash Royale-ს აღმასვლა, Brawl Stars დაღმასვლა. ნუ ეს გასაგებია, იმიტომ რომ Clash Royale-ის დეველოპერებმა გამოიღვიძეს რაღაცა კარგი აპდეიტები შემოთავაზეს მოთამაშეებს, რაღაცა გასართობი აპდეიტები და რაღაცები, განსხვავებით Brawl Stars-ის დეველოპერებიდან და ხო, ეს ყველაფერი გასაგებია. ხოლო, რა არის Brawl Stars-ის შემდეგი ბედი? Brawl Stars-ის შემდეგი ბედი, თუ რავი, განსაცდელი ან კიდე რამე გადასარჩენი გზა თუ დარჩათ, არის ის, რომ რეკორდები ისევ ამოშალონ, იმიტომ რომ არავის არ უნდა ახლა რეკორდები თამაში, ყველა იძახის რომ საშინელება რაღაცა და
ყველა ეთახმება რა თქმა უნდა და ხო იმედია რეკორდებს ამოშლიან და მეორე ის იქნება რომ მასტერები დააბრუნონ და რაღაც ბრაულერების მექანიზმები შეცვალონ იმიტომ რომ წინა აპდეიტები ახლა მაგალითად Godzilla-ს ივენთი იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი ივენთი იმიტომ რომ ახალი ფაუერები დაამატეს რაღაცა განსაცვიფრებელი აპდეიტი იყო და რაღაცა საინტერესო აპდეიტი იყო, მაგრამ ეს უკვე აღარა, იმიტომ რომ Angelus Demon ისა ანგელოზები ვერსიოს დემონების აპდეიტის დაბრუნება რა თქმა ახალი სკინები არის და ისიც თამაშის სურვილი სადაც არ მაქვს რომ ვითამაშო მაგ ივენთი და რაღაცა იგივენაირად გავაკეთო რაღაცები თან რესურსებსაც არ იძლევა წესიერებს. ხო და ამიტომ ჩემი აზრი ის არის რომ თამაში გააცოცხლონ ისევ რომ რეკორდები ისევ ამუშალონ იმიტომ რომ დამერწმუნეთ თუ რეკორდებს ამუშლიან აი მინიმუმ 2 მილიონი ადამიანი დაბრუნდება თამაში მინიმუმ 2 მილიონი ადამიანი ყველა ვარიანტში დაბრუნდება თამაში იმიტომ 2 მილიონიც უკვე ძალიან ბევრი რაღაცა არის იმიტომ რომ წარმოგიდგენთ 3 მილიონიდან ახლა 5 მილიონზე ასვლა ძალიან კაი რაღაცა არის ერთი რაღაცის ამოშლით და ხო ანუ ახლა დაიწყო წვიმა ჩემი ხო და ანუ რეკორდების ამოშლამ შეიძლება თამაში ისევ გააცოცხლოს. ასევე საჭირო არის რაღაცა ბაგები დაიფიქსოს, რაღაცა broken brawlerები შეიცვალოს, იმიტომ რომ mythic brawleri რატო არის უფრო ძლიერი ვიდრე ultra legendary brawleri წარმოდგენა არა აქვს არავის და რაღაცა დებილობები ამოშალონ თამაშიდან. აი მაგალითად სულ pay to win რაღაცეები კი ჩავწერე მე ვიდეო თუ როგორ მოიხადეს ბოდიში, მაგრამ ეგ ბოდიში ყველაფერს არ უშველის თუ რამე თამაში არ შეცვალე, იმიტომ რომ ახლა მე რო ვთქვა რომ ბოდიში გიხდით მეგობრებო თამაში ეს ჩავამატეთ და რაღაცა შემდეგ რაღაცებს მიმართავთ ჩვენ ხერხებსო მშრალი სიტყვები რა თმინდა თუ მინდა მე რო მეორე დღეს ან მესამე დღეს რაღაცა შეცვალოს ბოლო ამხელა კომპანია რაღაცა მილიონობით დეველოპერი და ისას კოდის მწერილი ყავდა რაღაცა ისა მე თვითონაც დეველოპერი ვარ და რაღაცა ბოლო იმდენი დეველოპერები ყავთ რომ რაღაცა ერთ დღეში ყველა ვარიანტი შეუძლიათ შეცვლა მაგრამ რა თქმა უნდა ფულზე დახამებულები არიან და არ უნდათ არაფრის შეცვლა. ეს არის Brawl Stars-ის განსაცდელი, რომ ნელ-ნელა პლეიერები უფრო ჩაუახლა, თამაშობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ლიდერბორდებში არიან, აი 150,000-დან 200,000-მდე აკაჩვარო უნდა და დამერწმუნეთ ახლა ეს ადამიანები, როდესაც 150,000 პირველ ადგილს გაინაღდებენ ყველა ვარიანტში, ისინი თავს გაანებებენ ყველა ვარიანტში 100%-ით ეგრევე თავს გაანებებენ. აი თუ ლიდერბორდზე უნდა პირველები რო იყვნენ ამ ერთ თუ ესე გაიწამებენ, აკაჩავენ, რაღაცა გაიხევიან შუაზე და მე რა თქმა უნდა თავს გაანებებენ, იმიტომ რომ არ მგონია ახლა რომ რამე კიდე საინტერესო იყოს პრესტიჟების აკაჩვა კიდე ძალიან საინტერესოც არა, იმიტომ რომ ან კაი გუნდი უნდა ყავდეს, როგორც თქვი მეგობრები არ მყავს და ან კიდე რამე ძალიან კაი რანდომები უნდა შეგხვდეს. ამიტომ ვინც ახლა აი ამ პირველ ადგილს ლიდერბორდზე გაინაღდებს და 150,000 ან 180,000-ზე აკაჩავს, გაინაღდები.